ტელევიზიას პოლიციასთან მიმდინარე აქციის დამსახურების სხვა კადრი არ ჰქონდა? კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს პასუხს, რაც ადრე გავეცი. იყო რამოდენიმე ჩანაწერი, მაგრამ უშუალოდ დანაშაულის სამსახველი, რადგან ახლა საუბარი არის. სასამართლო განჩინებაში წერია პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციის სამსახველი, მათ შორის შავი მასალა. მეც პასუხობ შესაბამისად. აი მე გეკითხებით ახლა კითხვის გადასხმა ჩემი საქმეა. აჭარის პოლიციასთან მიმდინარე აქციის ამსახველი, მეტი ახლა როგორ ვთქვა ქართულად. მხოლოდ ეს 42 წამიანი ვიდეო ქონდა აჭარის ტელევიზიაში. უკვე გიპასუხეთ ამასთან დაკავშირებით, რომ ჩანაწერები, რომლებიც სცილდებოდა კონკრეტულ მისამართს, ამ შემთხვევაში მათი გამოთხოვა ვერ მოხდებოდა და მოხდა იმ ჩანაწერის გამოთხოვა, რაც დანაშაულის ფაქტს ასახავდა უშუალოდ დეპარტამენტს. სასამართლოს განჩინებით ჰქონდათ, რომ აქციის მიმდინარე გადაიღო და თქვენ რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ხოთ ეს მონაკვეთი ჩათვალეთ საჭიროდ და ეს გამოითხოვეთ თუ სხვა რამ შეგიშალათ ხელი მოსარი დაცვის შეკითხვა. ესე იგი ჩვენ განჩინების ფარგლებში, რაც ის საშუალებაც მოგვცა განჩინება და საქმისთვის რაც იყო არსებითი, ფარგლებში გამოვითხოვეთ კიდევ ერთხელ პასუხი. გავიგეთ რომ იმ ფარგლებში გამოითხოვეთ ის საშუალებას მოგვცა განჩინება. განჩინებაში აწერილი ახლა დაგინდორეთ და უფრო ზუსტად ანუ ამ 44 წამის გარდა რა აჭარის ტელევიზია, რა ჩანაწერების მოგაწოდა სხვა კადრები არანაირი არ იყო აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციის ამსახველი? ნახეთ, რაც სცილდებოდა თვითონ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ფარგლებში. სცილდებოდა საგეკითხებით ბატონო, 1 საათი ეკითხეთ და მეორე პასუხი. აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან ამსახველი აქციის ვიდეო კადრები, რაც იყო განჩინებაში. ამ 44 წამის გარდა სხვა კადრები წარმოიდგინეთ აჭარის ტელევიზიაში. უპასუხო იყო კადრები, სხვა კადრებიც იყო, ალბათ გამეჯგაც. სხვა კადრები ერთი რომ განჩინების ფარგლებში ვერ გავხსნებოდები და ფარგლების გასცდას არ მისმოწდა და საუბარია კონკრეტულ იმ მისამართზე, რაც განჩინებაში ასახული და მეორე პასუხი არის ბატონი გუნამის, რომ რაც ჩათვალა საქმესთან კავშირში, მოახდინა მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოთქმის